Welcome. Thank you. I know you can. You know the ambassador. Well, let me just say that at the საქართველოში ჩემი 48 საათიანი ვიზიტის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ შუადღით ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთის საზღვართან. საკმაოდ პოზიტიური შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდკენ მიდის საქართველო. ძალიან სასიამოვნო იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ეს არის პიროვნება, რომელიც მუშაობს და მოქმედებს როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციისათვის და მის მოქმედებაში ჩანს აღნიშნული სკეთების სურვილი. ბატონ იუსუფაშვილი ძალიან გამოცდილი კადრია, რადგან მას დიდი ხნის გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობისა. მან იცის, რომ ორი მხარის, ორი ბლოკის ერთად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა მან იცის ისიც, რომ 4 ან 5 წელიწადში შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს ერთად მუშაობა და იგი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ძალიან კარგი შემოთავაზებები მივიღე მისი მხრიდან. სიღრმისეულად გამაცნო არსებული პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე. ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოება ინტერესდება საქართველოში. ჩემი ვიზიტიც ამის დასტურია. მე ჩემი მხრიდან შევთავაზე საქართველოს გარკვეული სამოქალაქო პროექტების დაფინანსება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში აღნიშნული პროექტების განხორციელება გაგრძელდება. მჯერა, რომ ყოველივე რაც აქ მოვისმინე განხორციელებად იქმედება. current political situation. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი ჰოლანდიელი სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანი გავლენიანი პოლიტიკოსია თავის ქვეყანაში მოგეხსენებათ. ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ძალიან ბევრ საკითხზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობის და საქართველოს ევროპას შორის ურთიერთობის, საქართველოს ნატოს შორის ურთიერთობის. მოგეხსენებათ, ჰოლანდია ამ სტრუქტურებში არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ბევრი კითხვები საქართველოსთან მიმართებაში და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში. ეს ქვეყანა ყოველთვის არ იყო ისეთი ენთუზიაზმით, როგორც ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები ან სხვები, იმიტომ რომ ჰქონდათ კითხვები და მე მოხარული ვარ გამცნოთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე სრულად ცალსახა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვეყანაში ბოლო ხანებში მიმდინარე ცვლილებებმა ძალიან ბევრს და მათ შორის ჰოლანდიის პარლამენტში ჩვენ სტუმარს გაუჩინა იმის განცდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელება ახალ საფეხურზე აყვანა შესაძლებელია და რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ამასაც თქონდა გამტკიცება უნდა საქართველოს მის მთავრობას პარლამენტს ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ჩვენს დასავლელ კოლეგებს გაუმყაროთ ეს განწყობა, ეს განცდა და ეს გადაიზარდოს კონკრეტულ ქმედებებში. After the elections,